ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე ცათამბჯენებისა და სავაჭრო ცენტრის მშენებლობას საკრებულოს შესაბამისმა კომისიამ მწვანე შუქი უკვე აუნთო. გმირთა მოედანზე ახალი მეგამშენებლობის პროექტს კი ახლა უკვე საკრებულოს სხდომაზე ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე განიხილავენ. ოპოზიცია პროექტს მხარს არ უჭერს და აცხადებს, რომ ეს მშენებლობა თბილისის მთავარ სატრანსპორტო კვანძს საბოლოოდ მოკლავს და დედაქალაქსაც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. შეგახსენებთ, ლაგუნა ვერეს ტერიტორია ბიძინა ივანიშვილმა ცოტა ხნის წინ გაასხვისა. ოპოზიცია პროექტის ერთ-ერთ ინვესტორად სანქცირებულ რუს ბიზნესმენს ასახელებს. ნინო გიგაური ადევნებს თვალს საკამათო პროექტის განხილვას. ნინო, რა ხდება ამ წუთებში თბილისის საკრებულოს სხდომაზე? ამ წუთებში თბილისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ხმაური და დაპირისპირება ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ოპოზიციის და მართველი პარტიის წარმომადგენლები. მართველი გუნდი ყველანაირი ხერხით ცდილობს, რომ დაამტკიცოს ეს სადავო პროექტი და დართოს ნება, რომ აშენდეს ორი უზარმაზარი ცათამბჯენი ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის ცენტრში. საუბარი არის 50 და 42 სართულიან შენობებზე, რომელიც დაახლოებით 215 მეტრის სიმაღლის უნდა იყოს. თავისი არგუმენტები აქვს ოპოზიციას თუ რატომ არის დაუშვებელი ამ მშენებლობის დაწყება და ამ პროექტის დამტკიცება. პირველ რიგში ეს არის ის, რომ თბილისის ქუჩები, სადაც გადატვირთული და გადაჭედილი თბილისის ქუჩები კიდევ უფრო მეტად გადაიტვირთება ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს არის მთავარი სატრანსპორტო კვანძი, ასევე ისტორიული ნაწილი დაზიანდება, რის აღდგენაც სამომავლოდ ძალიან რთული იქნება და ფაქტობრივად შეუძლებელი და ასევე არსებობს საფრთხე იმასთან დაკავშირებით, რომ ვერეს ხეობასთან ამ ტერიტორიის სიახლოვის გამო სამომავლო წყალმოვარდნების შემთხვევაში საფრთხე შეექმნას ამ შენობებს. არც ერთი არგუმენტი ქართული ოცნების წარმომადგენლებისთვის მისაღები არ არის. დღეს მაგალითად ქართული ოცნების წარმომადგენელმა კოტე ზარნაძემ სხდომათა დარბაზში პირდაპირ გასცა დაპირება და მოსახლეობას და რომ აუცილებლად აშენდება, აღდგება უფრო სწორად საცურაო აუზი, ლაგუნა ვერეს საცურაო აუზი და ასევე მან გასცა დაპირება, რომ აუცილებლად აღდგება ძველი აბრეშუმის ქარხანაც. ამანაც გამოიწვია დაპირისპირება. ოპოზიციისთვის ეს დაპირება სასაცილოც კი აღმოჩნდა. დღეს ასევე ურბანული კომისიის თავმჯდომარე და ოცნების სხვა წევრები ირწმუნებოდნენ, რომ სწორედ ეს იქნება ერთ-ერთი ის პროექტი, რისი განხორციელების შემდეგაც ქართული ოცნება იამაყებს, რომ ეს შენობები ააშენა თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე. ეს არის ურბანული გენოციდის ყველაზე თვალნათელი მაგალითი, იმ ურბანული გენოციდის მაგალითი, რომელსაც დედაქალაქის მერია თქვენი თანხმობით ეწევა. ის, რაც დაგეგმილი არის ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე, არის დანაშაული ამ ქალაქის წინაშე. ეს არის დანაშაული, რომლის გამომწვევი მთავარი მიზეზიც რასაკვირველია არის კორუფციული ინტერესი. ნამდვილად არ ველოდი, რომ ქალაქის აოხრების მორიგი გეგმა ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე გამოვიდოდა საკრებულოს სხდომაზე. ეს სივრცე და ეს ტერიტორია ჭაბუ ამირეჯიბის გამზირი და შემდგომ უკვე ბოლოს ლაგუნა ვერესთან ეს სათამბჯენი ამას ვერ გაუძლებს და ღმერთმა არქნას, რომ თბილისში განმეორდეს 13 ივნისი. ჩვენმა ოპონენტებმა მხოლოდ დღეს ატეხეს აჟიოტაჟი და დღეს არის ერთი ამბავი ამ საკითხთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც ჩვენ გეგმარებითი დავალება დავამტკიცეთ რამოდენიმე თვის წინ და მთელ ქალბატონო ბოდიშვით ხო კიდევ ერთხელ ბოდიშვით ხო თუ შეიძლება მაცადეთ საუბარი ეგეთი დესტრუქციულები ნუ ხართ საუბარი მაცადეთ ბოჭო გიშლი ხო მე ხო აქცია შენ აქცია რა თქვი უძნელი ხარ ას ლაპარაკობ აბა მაცადე ლაპარაკი კაცო თუ ვინმეს გონია რომ აქ ძველი თბილისი ან ზოგადად თბილისი რა უბედურებაა მართლა შენ ვინ ახარ აქცია ხო ვინმეს გონია რომ აქ ძველი თბილისი ან თბილისი უფრო ნაკლებად უყვარს ვიდრე ლილეს ძალიან ცდება და გარწმუნებ რომ შენზე მეტად მიყვარს ეს ქალაქი. მიგვაჩნია რომ სწორად ვითარდება ეს ქალაქი. ეს პროექტის დასამტკიცებელია და აუცილებლად კიდე ბევრ საინტერესო პროექტს შემოგთავაზებთ. ამ ადამიანების ისტერიას რო ხედავთ, მით უფრო მეტად ვწმუნდები იმაში, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სწორი პროექტია, რაც დედაქალაქში განხორციელდება მომავალში. თავიანთი ტელევიზიები ცდილობდნენ, რომ ეს პროექტი გამოეცხადებინათ, არ ვიცი, ურბანული გენოციდი და ახალ სიტყვებს იგონებენ. ვალდებულებაში დევს, რომ ლაგუნა ვერი აღდგეს და ეს ისტორიული აუზი ისევ დაუბრუნდეს დედაქალაქის მაცხოვრებლებს, ისევ ისარგებლონ ყველა ასაკის ადამიანებმა და ის იყოს ლამაზი, მოწესრიგებული ცხოვრების ნახევარს ფაქტობრივად ამ ქალაქის მოსახლეობა ატარებს საცობებში.
არაგონივრულად დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების გამო კიდევ უფრო დიდი ინფრასტრუქტურული პრობლემები გაჩნდა და ამას თბილისელები გრძნობენ ყოველდღიურად საკუთარ თავზე. ასევე სხდომაზე დღეს ცოტნე კობერიძემ გაიხსენა მთავარი არხის მიერ მომზადებული რეპორტაჟი, სადაც ჩვენი არხის ჟურნალისტი ერთ-ერთ საჯარო მოხელეს ეცნობა, როგორც სუსის თანამშრომელი და აძლევს კონკრეტულ დავალებას და შემდეგ საჯარო მოხელე ზუსტად ზედმიწევნით ასრულებს ამ დავალებას. ცოტნე კობერიძემ პარალელი გაავლო იმასთან და ამით უნდოდა იმის თქმა, თუ რამდენად არაკომპეტენტური და არაპროფესიონალი ადამიანები ასრულებენ უნიშნულოვანეს სამუშაოებს თბილისში. დღეს ოპოზიცია ცდილობდა დაემტკიცებინა მმართველი გუნდისთვის, რომ თბილისის განაშენიანება ხდება არასწორად და საბოლოო ჯამში ამით ზიანდებიან თბილისელები და თბილისში მცხოვრებლები. სხდომა გრძელდება ამ წუთებშიც დაპირისპირების ფონზე, სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე. დილით იყო ურბანული კომისიის სხდომა, სადაც უკვე ასე ვთქვათ მწვანე შუქი აუნთეს ამ პროექტს და ახლა უკვე საკრებულოს სხდომაზე ცდილობენ, რომ დაამტკიცონ ეს პროექტი.